აღდგომას დღესასწაულს ეხება თქვენი გადაცემა და მე ესე ხელცარილი არ მოვედი, მოვიტანე სიწმინდე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული სამყაროსთვის 2016 წელს გახსნეს პირველად ძალიან ბევრი საუკუნის შემდეგ მაცხოვრის საფლავი. და მე და გიორგი ვიყავით ერთადერთი ქართველები, მაგრამ ისედაც ხვებით ძალიან ნაკლები იყვნენ, რომლებსაც იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით მოგეცეკყოფნის საშუალება და ჩვენთვის იყო ძალიან დიდი წყალობა ესეთი. ნახეთ, რა მეგობრი ამბავი მოხდა, როდესაც ვესწორებოდით აი ამ პროცესს, რომელიც 3 დღე გაგრძელდა იქ. ბუნებრივი ადამიანის ერთადერთი სურვილი, რომელსაც ვერასოდეს ვერ გაამჟღავნებს, იქნება ის, რომ აი ამ საოცარი ადგილიდან, რომელიც არის თავად თვითმხილველი მაცხოვრის აღდგომის, ხო, იმიტომ რომ სხვა ადამიანს არ უხილავს, ეს ნახა იმ კედლებმა, რაღაც მცირე ნაწილი შეგხვდეს შენ. და გამოდის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საყვარელი სასულიერო პირი და გვაწვდის აი ამ ქვას, რომელიც არის მოწმე ქრისტეს საფლავად დადების და შემდეგ ირასაყრველია და შემდეგ მაცხოვრის აღდგომის. ხო შეიძლება რომ ამთხოვო. ცხადია.